განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების წიგნების უზრუნველყოფის მიზნით აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 100,000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელვაჩაურის ქობულეთის ქედის შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საშუალოდ 404,000 დასახელების 10,000 ერთეულ წიგნს შეუძენს. საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამა სამინისტრო 3 წელი ახორციელებს. 2013-2014 წლებში აჭარაში მოქმედ 40 საჯარო სკოლაში 16,000 ერთეული წიგნით შეივსო, მათ შორის ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ტომეულებით, საბავშვო სახელმწიფო შემეცნებით ხასიათის წიგნებით, ლექსიკონებით და სხვა სახის მხატვრული ლიტერატურით. წელს ბიუჯეტი გაიზარდა 100,000 ლარი არის ბიუჯეტი მთლიანად და 25 საჯარო სკოლას კიდევ შევავსებთ აღნიშნული წიგნებით. დაახლოებით 404 დასახელების წიგნის შევა. წიგნები ძირითადად შეგვაქვს ქედის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, იმ სკოლებში, სადაც ამის შესაბამისი პირობაა, ანუ შესაბამისი ბიბლიოთეკები არის შტატები და სადაც არის მოსწავლეთა მეტი რაოდენობა სხვა სკოლებთან შედარებით.